გინდა რომ ლოცვა მოიპოვო? გინდა რომ როდესაც იტყვის სიტყვებს უფალო იესო ქრისტე თვალებიდან უწყვეტი ცრემლები მოგდიოდეს? გინდა რომ ანგელოზებრივი ცხოვრებით იცხოვრო? იკურთხოს და კურთხეულია მორჩილება. სამნი ვიყავით ერთ სახლში, პატარა სკიტში ათონის მთაზე. მამა პროკოპი თავის ხელსაქმეს აკეთებდა, ხის ბეჭდებს, რომლებსაც სეფისკვერებისთვის იყენებენ. მე სხვა ოთახში ვიყავი და მეც ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული. ღუმლის თავზე დავდგი წყლით სავსე ქოთანი, რომელშიც ამ ხის ბეჭდებს ვდებდით. წყალი უნდა იყოს თბილი, რომ ბეჭედმა შეიწოვოს და დარბილდეს. შრალით ვერ იმუშავებ, ვერ აღბეჭდა ვასვებს პურზე. სხვა ტაფაც მევდო ღუმელზე, რომელშიც ბოსტნეულს ვამზადებდი. ოთახში ვიყავი და ამავდროულად ვლოცულობდი. გულისხმობ, რომ მადლის მდგომარეობაში ვიყავი. მამა პროკოპი მითხრა, მამაო, ცეცხლი გამოირთო. საჭმლის მოსამზადებელი ცეცხლი იგულისხმა. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მადლის მდგომარეობაში შეიძლება იყო 5 წუთი. შეიძლება იყო 1 საათი, 2 საათი, 3 საათი. ამაზე მეტი მე არ გამომიცდია. ჩვენი სულიერი მამა, იოსებ ისიხასტი გვეუბნებოდა, რომ ამ მდგომარეობაში კაცს მხოლოდ 3 საათი შეუძლია რომ იყოს. კითხვა: მამაო, რას გულისხმობთ მადლის მდგომარეობაში? გულისხმობ ლოცვას, რომელიც მადლითაა სავსე. როდესაც შენი გონება უკვე აღარ დაფრინავს აქეთ-იქით. ამას გეუბნებით პირადი გამოცდილებიდან. მე ჩემ თავს ვუთხარი. ახლა მადლით სავსე ლოცვით მდგომარეობაში ვარ. ვიცი რომ ეს 5, 10 ან 15 წუთზე მეტი არ გაგრძელდება. ჯობია ახლა მადლით დავტკბე და როდესაც ლოცვა შესუსტდება და საბოლოოდ გაჩერდება, მაშინ წავალ და ავანთებ ცეცხლს თავიდან. ეს თქვი თუ არა ლოცვა იმ წამსვე გაჩერდა. ისე იყო თითქოს ვიღაცამ სიზმრისას გამაგვიძაო. მაშინ თქვი, ეს რა ჩავიდინე, ურჩობა გამოვიჩინე და ლოცვაც გაქრა. დავრწმუნდი იმაში, რომ მორჩილება ლოცვაზე დიდია. გინდა რომ ლოცვა მოიპოვო? გინდა რომ როდესაც იტყვის სიტყვებს უფალო იესო ქრისტე თვალებიდან უწყვეტი ცრემლები მოგდიოდეს? გინდა რომ ანგელოზებრივი ცხოვრებით იცხოვრო? იკურთხოს და კურთხეულია მორჩილება. ლოცვა მორჩილებიდან იშვება და არა პირიქით, თითქოს მორჩილება იშვებოდეს ლოცვისგან. მორჩილება შვებს ლოცვას. ლოცვა შვებს ღვთისმეტყველებას და სხვა მრავალ სიკეთეს. და სწორედ მაშინ მივხვდი, რას გულისხმობდნენ წმინდა მამები, როდესაც ამბობდნენ. სრულყოფილი სათნოება მორჩილებაა. მორჩილება ეს არის ქრისტეს მიბაძვა.